მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ ტელეპლუსის ეთერში გადაცემას ადვოკატის საათი. მე მისი წამყვანი ადვოკატი ლევან ჩხეიძე გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავართ ჩემი პატრიცემული კოლეგა, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ბატონი დავით დადიანი. მოგესალმებით ბატონი დავით და მადლობას მოგახსენებთ ჩვენ სტუდიაში მომბრძანებისათვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა და განხილვის საგანი გახლავთ აქტუალური თემატიკა, რომელიც დღეს ახლა ჩვენ თვალწინ, ასე ვთქვათ, ეს ბოლო შეიძლება ითქვას ლამის ორი თვეა ვითარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ის სისხლის სამართლის საქმის დარღვევები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოში არსებულ პროტესტს. რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ამ პროტესტის არსებული, ასე ვთქვათ, პროტესტის შესახებ არ ვისაუბრებთ, ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ საქმეების, ასე ვთქვათ, მიმოხილვით, განჯით და იმ მუხლების მიმოხილვით, თუ რა მუხლებით ხდებოდა ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რა მტკიცებულების ბაზას გამოქონდა სასამართლოს გადაწყვეტილებები და ზოგადად როგორ იქცეოდა სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები ამ, ასე ვთქვათ, პერიოდში, სამართლებრივი მხარე მხოლოდ და მხოლოდ. ბატონ დავით, გთხოვთ, მოახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, თითქოს ყველაზე ხშირი იყო ადმინისტრაციული დაკავებები ამ პერიოდში. 500-ზე მეტ დაკავებას ჰქონდა ადგილი ბოლო 2 თვის განმავლობაში და ძირითადად რა მუხლებით იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის და რა შედავებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს? ეს არის პოლიციის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა. ანუ ეს განთქმული 166 და 173 მუხლების ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის. კი ბატონო. რომელიც ყველა მისწავლა უკვე თემ საქართველოში. ხო, ვისაც არ უნდა კითხო მაგით. ხო, ყველაზე პოპულარული მუხლები ეს არის. დიახ. ძირითადად ანუ რაში გამოიხატებოდა ეს ქმედებები? ეს მიტინგზე მომხდარი გარემოებებია, ანუ რაც მიტინგის დროს ხდებოდა და ცდილობდნენ რომ ეს ტალღა შეესუსტებინათ, პროტესტის ტალღა შეესუსტებინათ ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე პასუხისგებით. მაგრამ ნახეთ ამას აქ ძალიან ცუდი მხარეები და კერძოდ რას გულისხმობ. ერთი ეს თვითონ ეს სიტუაცია გამოსული იყო სამართლებრივი ჩარჩოებიდან, იმიტომ რომ ერთია როცა აკავებ შენ ვიღაცას მაგალითად და ცდილობ გააუვნებელყო და მე არ გამოვრიცხავ რომ იქ ვიღაცა რა თქმა უნდა არღვევს კანონს. ზოგიერთი მაგრამ ამაზე რეაგირება ერთ-ერთი ყველაზე სწორი მაჩვენებელი რამდენადაც სახელმწიფო უნდა ექცეოდეს სამართლებრივ ჩარჩოში. რას გულისხმობ, ერთი იყო ცემა, აი ჩვენ ცნობილი ფაქტები ვიცით იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სახელმწიფო იქცევა ამ შემთხვევაში ხულიგნურად, როგორც იტყვიან, იტაცებენ ადამიანებს. ბილად რო ვთქვათ, ხო, თორე რეალურად რომ მიყვე ამას, არა, მაგ შემთხვევაში უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი სამართალდამცავების მხრიდან, სამართალდამცავების მხრიდან, მათ დაქვემდებარებაში ყოფი რაღაც ჯგუფების მხრიდან, რომელიც საბოლოოდ ვერ გავერკვიეთ, ხო, მოქალაქეები ვარ და გვინდა გავიგოთ, ვინ ჩაუმტრია დაუშვათ ვიღაცას სახისძლები. არაერთი კადრი ვნახეთ, რომელიც სწორედ ხდებოდა ამ ადამიანების პირდაპირ ვთქვათ წამება, ცემა, არახუმანური სასტიკი მოპყრობა პირდაპირ ქუჩაშივე. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ეს გავიდა ეთებ, სოფლიო ვნახა, შეიძლება ითქვას არ თუ ჩვენ და მე როგორც ვიცი, არც ერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისმგებაში თემაზე. არც ერთი ნოლია საერთოდ სტატისტიკა მაგის და აქედან გამომდინარე ერთმანეთში აირია. მაშინ 500-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე იყო და 51 პირი არის სისხლის სამართლის კი ბატონო, სისხლის სამართლის კოდექსი დაკავებული. ეხლა აქ საქმე რაშია, იცით? სახელმწიფო ფაქტიურად გამოვიდა სამართალზე მდგარი ორგანიზაციულად რო აიღო სამართალზე აღარ არის ეს ყველაფერი და სახელმწიფო ამით განსხვავდება. კი ბატონო. თუნდაც იმ მომენტიდან ჯგუფიდან. ესე იგი არის ქუჩაში ანგარიშწორება, ხულიგნობით, ფაქტობრივად 90-იან წლებში რა იყო? იარაღით ხდებოდა ანგარიშწორება, სამართალი არ ვრცელდებოდა არც სახელმწიფოზე, არც ხალხზე, არავიზე და აქედან გამომდინარე იარაღით ახდენდა. ეხლა მოხდა ისე, რომ ის, ვინც ვალდებულია დაიცვას კანონი და კანონის ფარგლებში აღკვეთოს
ეს ყველაფერი ის იყენებს უკვე გვერდითა რაღაც მოქმედებებს და არსებობს ისეთი ხალხი, რომელსაც თითო სამართალ დამცავ სტრუქტურასთან შეხება არა გარდა იმისა თუ არ არის რაღაცა მისი გავლენის ქვეშ ყოფი ადამიანი და ეს ადამიანები ახდენდნენ მომიტინგეები და დაპირისპირებულ მოდესე და დაპირისპირებულ ხარესთან ანგარიშწორებას. და აქ ყველაზე საოცარი რაც არის რამდენი კადრი ვნახეთ ჩვენ რომ პოლიცია ამას უყურებს თან. გადაღებულია, დადგენილია რა ფორმით, რა ხერხით, რა სიტუაციაში და ამაზე რეაგირება ნული. ეს ახლა ნახეთ რა შეასაქმე. ერთი არის როცა სახელმწიფოს დაუშვათ ძალა არ შესწევს ეს ყველაფერი გააკეთოს, ხო? მოაწესრიგოს დაუშვათ ამ პასუხი აგებინოს ვინმე, მაგრამ არის მეორე, როდესაც სპეციალურად უშვებს ამ ქმედებებს რა. აი ამ დანაშაულის და ახალისებს, რა თქმა უნდა. ეხლა მოდი თვითონ გადავიდეთ სასამართლოს სასამართლო მივიდოდი და სასამართლოს განხილვა შევეხებოდით. რა განსხვავებაა 166 და 173 მუხლის შორის და რატომ ხდებოდა? იმიტომ თითქმის ერთ და იგივე შემცველობა შეიცავს, მაგრამ 173 მუხლი არის, როდესაც შეურაცხყოფა და ესე თქვა პროტესტები ის პოლიციისადმი და 166 არის, როდესაც საზოგადოებისადმი უპატივცემულობა. ო, კი ბატონო. ამ შემთხვევაში რატო ხდებოდა დუბლირება? თუ ადამიანი თქვა მხოლოდ პოლიციას შეურაცხყოფს, რა შუაშია 166 მუხლი ზოგადად ხულიგნობა. კი ბატონო, აი ნახეთ რა საოცარ რაღაცას წავაწყდი. მე დავსვი ეგ კითხვა სხვათა შორის მონაწილეობდი 12 კაციან ადმინისტრაციულ საქმეში და ეგ კითხვა დავსვი რას ნიშნავდა, ანუ რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა? ვისაგებია? მეორე ხო, და მეორე რაში გამოიხატება პოლიციისადმი წინააღმდეგობა. ამბობდნენ რომ გვეძახოდნენ მონებო და ძაღლებო. კარგი, ეს გასაგებია რომ გეძახიან, მაგრამ 173-ში ხდება ეს. ხო, კი ბატონო. ან რაშია საქმე იცით ახლა ეს ზოგადად არის ვიღაცა ყვირის მონებო და ძაღლებო და ვეკითხებით რომ თქვენ რატო ჩათვალეთ რომ მაინც და მაინც ძაღლებო თქვენ გეკუთვნოდა უთხარი ხო? ხო შეიძლება მთავრობას მიმართავ რომ თქვენ ძაღლებო თქვენ ეს რა დღეს ჩაგვაგდეთ და გამოხატვის თავისუფლება ჯდება ამ შემთხვევაში. ჯდება, არ არის არანაირი და ისე 173 მუხლი მე მგონი ცოტა არაკონსტიტუციურიც არის. თუ არ დაუმორჩილებლობას თუ არ ჩავთვლით, პოლიციელის შეურაცხყოფა მე მგონი არ უნდა იზრდებოდეს, იმიტომ რომ პოლიციას ეკუთვნის თბილის ვალდებულება. კი, გააჩნია რა ფორმით აყენებ იმას. თუ დაუშვათ სიტყვით აპროტესტებ, გიზღუდავენ თავისუფლებას, მიგაჩნია და ამ დროს შენ რაღაცა პროტესტს გამოთქო, თუნდაც უხეში ფორმით, არა? ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ადამიანი მაინც და მაინც წაიყვანოს. მე თუ არსებით სასამართლოს გაწყვეტილებაც არის, როდესაც გაკავებენ და მაშინ შეურაცხყოფას აყენებ დაკავების მომენტში პოლიციას, ეს არ ითვლება დანაშაული. კი ბატონო, არავინ არ თვლის, იმიტომ რომ ხორციელდება უკვე შენი დაკავება, რაც ჩადენილი გაქვს იმის გულისთვის გაკავებენ და შენი პროტესტის გამოთქმა უკვე აღარ ახდენს გავლენას რა ფაქტიურად, ხო? მაგრამ ეხლა ნახეთ თითო სასამართლოს ქცევა არის ძალიან საინტერესო რა. ასამართლებდნენ 12 კაცს. ამ 12 კაცში თითოეულ ეგრეთ წოდებულ სამართალ დარღვევს ყავდა ერთი მოწმე და ერთი და იგივე ტექსტებით გვეძახოდნენ მონებო და ძაღლებო. ეს იყო მთლიანად როდესაც საქმეში თუ ნახეთ პატაკები როგორ იყო დაწერილი? პატაკი და ჩვენ შევამჩნიეთ რომ არ ღვევდა წესრიგს და დავავალეთ რაღაცა. ერთი და იგივე პატაკი რო აბსოლუტურად იდენტურად რო აიღო. საქმეში გეტყვით მე პასუხისმგებლობას ვიღებ და ბატონი დავითის დამეთანხმება პატაკის ერთი ნიმუში იყო მოსული და ეს პატაკი იყო გადაკატავებული 500-ზე საქმეში. სულ ყველაზე. ერთი ტექსტით დაწერა 500-მა პატრონმა, ერთი და იგივე ტექსტით დაწერა, უბრალოდ განსხვავება იყო სახელები და გვარები და ადგილმდებარეობა. ხო, ეხლა ნახეთ. ვეკითხები რომ დაუშვათ რა მოთხოვნა იყო ისეთი, რომელიც ამ ხალხმა დაარღვია, ხო? ისი გულისთვისაც დააკავეს. ანუ პოლიციის წინააღმდეგობაში ჩაითვალა რომ მონებო და ძაღლებოს ეძახოდნენ და შეურაცხყოფაში. ხო, შეურაცხყოფაში და მეორე ესე იგი დაუმორჩილებლობაში ის რომ არ დატოვეს რუსთაველის პროსპექტი მოწოდების მიხედვით. ანუ როდესაც მოუწოდეს, უნდა წასულიყვნენ. კი ბატონო, გასაგები და ეს 12-ვე კაცის მიმართ იყო ერთი და იგივე. აბსოლუტურად. აი, სიტყვა სიტყვით. და ნახეთ რა საოცარი რაღაცა მოხდა. იმის ესე იგი დემონსტრირება მოახდინა ვიდეოფირის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ
რა ხდება ამ დროს რუსთაველზე, ანუ როცა აკავებენ ადამიანებს. ძალიან ხშირი იყო ისეთი, რომელიც აი დაუშვათ ადამიანი იდგა და იმას იტაცებდნენ და ერთ-ერთი სხვათა შორის ერთ-ერთი სამართალდამუღლები უცბად გამოჩნდა კადრზე, რომ მიდის რუსთაველის პროსპექტზე და პოლიცია აკავებს. და მიათრევენ სადღაც. ანუ და იმის მიმართ სხვათა შორის შეწყვიტა მოსამართლემ. ყოჩა რომელი მოსამართლე იყო? ცეკვავა, მაგრამ საქმე რაში გეტყვით? ძალიან მარტივ რაღაცას ვკითხულობ ამ დროს. ამასაც ხო ყავდა მოწმე პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ ეს გვეძახო და ონებოს და ძაღლებო. თუ ანუ ტყუილი მოწმეა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ადამიანი მიდის რუსთაველის პროსპექტზე და აბსოლუტურად ისეთ ჩვეულებრივ განსაკუთრებით სრული საფუძველი არსებობს თქვენ ეს მასალები ერთმანეთზე დაალაგოთ, წარადგინოთ შესაბამის ორგანოში და სრულ მოწყობაზე დაჭერილი იქნება. კი ბატონო, ეხლა ეგ გაკეთებულიც არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ქვეყნის არასამთავრობოებიც ესწრებოდნენ. ხო, მაგრამ საქმე რაშია, აი მარტივი კითხვა ისმება, თუ 12 კაცი ვარ და ხედავთ, რომ ერთი აშკარად სრულ მოწმეა. სხვა თითო მოწმის მეტი არავინ არ აქვს და რა გვაქვს გარანტია იმის, რომ ისინი წარტყუიან. და აი არ მივდიოდი, არ ვიდექი სიტყვაზე რუსთაველზე, ხო? სა თქვენი ყურადღება მე რაღაცას მინდა გავამახვილო ბატონო დავით, რომ არც ერთი პიროვნება, ვინც ფიგურირებს უშუალოდ დამკავებლად ოფში, არ არის ფაქტობრივად დამკავებელი. არ არის დამკავებელი, ამბობენ, რომ ჩვენ გადავეცით სწრაფი რეაგირების გედედეს. კი ბატონო და იმათ მოგვიყვანეს მე ეს კაცი. და იმათ როგორ იცნეს ეს ან როგორ ხო, ნუ აი უკვე მაგ კითხვები ანუ შემთხვევითი ნადირობა მიდიოდა პრაქტიკულად. სასამართლო წარმოიდგინეთ მიდის სწრაფად, იმიტომ რომ ამდენი ხალხი უნდა გაატაროს მანქანაში. ხო? და აქ კითხვები და ან მეუბნებით კაცო ადამიანი ისეა რომ თვალი აქვს ჩასისხლიანებული და იქნებ სწორედ იმიტომ რომ აი გადაეფარათ ამ ადამიანის წემან თავიანთივე დანაშაულის ჩადენა იმიტომ დაიჭირეს, იმიტომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციო ადამიანი რომელიც საავადმყოფოშია მოხვედრილი. აი ჩვენ ძალიან საინტერესო ნაწილთან მივედით. 350-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცემის, წამების და სასტიკი არახუმანური მომხრობის. ეს ადამიანები რომ მოყავდათ მათ შორის და მეც ვიცავდი ასეთებს, იყვნენ აშკარად ნაცემები და ვიდეოში ჩანს მათი ცემა. ამ შემთხვევაში პოლიცია, ამ შემთხვევაში სხვა შორის სასამართლოს პოზიცია იყო ასეთი, ეს სამკე სისხლის სამართლის დავა და არ ეხება ამ სამართალ დარღვევას. კი ბატონო. წამების შესახებ ევროკონვენციის თანახმად, აი მე მინდა გთხოვთ თქვენ როგორც გამოცდილი ადვოკატი, წამების შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, რაზე არის ვალდებული ამ დროს მოსამართლე, რომელიც გაიგებს, რომ ადგილი ქონდა წარმოდგენილი პირის წამებას. რა ვალდებულება აქვს მას? პირველ რა თქმა უნდა ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ ნახეთ დააკვირდით მიზეს შედეგობრივი კავშირი ხო უნდა დადგინდეს დაუშვათ, ხო? შეიძლება ვიდექი მე მომვარდა და აი თუ კიდე გეუბნებით სასამართლოს სხდომაზე დაადასტურდა, გადაღებული თვითონ როგორ იტაცებენ ადამიანს და მის მიმართ წყდება დევნა, ხო? კი ბატონო. ეხლა წარმოიდგინეთ სხვა დაუშვათ შეიძლება იყოს მოყვანილი იმისთვის რომ სემეს უმოწყალოთ და იმიტომ რომ გადაეფარა დააკავეს როგორც სამართალდამღები. ამ დროს სასამართლო უნდა იყოს გამოწვლილი თუ უნდა შეისწავლოს ფაქტიურად, ხო ეს გარემოებები რა. მე შევესწარი ერთ შემთხვევაში ჩვენი კოლეგა იცავდა უცხოეთში გადაყვანილი ადამიანი, რომელიც ისე იყო დალეწილი, რომ აქვე რომ მკურნალოს და თურქეთში წაიყვანეს სამკურნალოდ, მისი ადმინისტრაციული სამართალდამღების საქმე იხილებოდა მის დაუსწრებლად. კი ბატონო. კი ასეთ შემთხვევაში კი იყო. და გარდა ამისა, ეხლა მე მოდით იმას დავამთავრებ, რაზეც დავიწყე და მეორე ვეკითხები, რომ თუ დაუშვათ ამ ადამიანის მიმართ ძალიან კარგია რომ შეწყვიტეთ ეს. აქ მინდა ერთი რამ აღვნიშნო. ეს კაცი თუ იყო რუსთაველის პროსპექტზე, მაგალითად, ხებს ხო ვედავებით იმას, რომ რუსთაველის პროსპექტი დროზე არ დატოვეთ. ეს კაციც იყო რუსთაველის პროსპექტზე მაშინ და რის საფუძველზე შეწყვიტეთ. ხო. ხო? ესიც არ დაემორჩილა ამ პოლიციას. მაშინ არ დაემორჩილე, ხო? ან უნდა დამტკიცდეს, რომ შემთხვევით ვიყავი ბებიასთან, გამოვედი სადარბაზოდან დაუშვათ და ამას არ იკვლევდნენ საერთოდ. არავინ არაფერს არ იკვლევს. ეს ავტომატ რუსთაველზე ყოფნა იმ წუთას გაფრთხილების შემდეგ რუსთაველზე ყოფნა სასამართლოზე თვითლებოდა დაუმორჩილებოდა. კი ბატონო, მე ამიტომ აღვნიშნე, იცით, აი ტროიკის სისტემით მიდიოდა ეს განხილვები, რომ არავინ არაფერს არ უყურებს, მოვედი ვთქვი, რომ დამიძახეს მონა და ძაღლი და ამიტომ ავდექი და დავაპატიმრე ეს ადამიანი და თან არტოვებდა კონკრეტულად რა ჩავიდინე. მაგას არავინ არ უყურებს, იმიტომ რომ მიტინგია, წარმოიდგინეთ, შეიძლება სხვამ სროლა ატეხოს.
ხო? დაუშვათ. ამიტომ უნდა მოხვიდე და მე დამიჭირო. ხო, ნუ ხო არის არა, მოვა ამ დროს სხვა პოლიციელი და იტყოსო თქვენ ისროდით. კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა, მაგის ვარიანტი არსებობს. და მე ვერ დავაკავე და გაუშვი სპეციალისტი, რომელიც დააკავა და მომიყვანა. აი, კიდე გეუბნებით, ამაში ჩართული ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, იმიტომ ამაში ჯერ ერთი ვინ არიან ისინი, ვინც წესრიგს არ ღვევს, აი უკვე საეჭო გახდა, ხო, რაც ერთ-ერთი თანამშრომელი შაიშმელაშვილი თუ არა ვცდები გამოვიდა და თქვა, რომ სპეციალურად შეგზავნილი ხალხიაო, რომელიცო პოლიციასო წინააღმდეგოს ეს თუ არ ღვევს, ხო, ვალდებული ხარ მოახდინო მის იდენტიფიცირება და თუ იდენტიფიცირება ვერ მოახდინე, შენ ტვირთია, ხო, მაგრამ იმის გამო რომ შენ იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, ესე გამოხვიდე და ნადირობის პრინციპით ვინც ხელში მოხვდება, დაიჭირო და შეათრიო მანქანაში. კი ბატონო და მე ამას ადამიანების სასწაული ხდება იმას ყველა ზოგს ოჯახია აქვს, დაუშვათ ზოგს ჯანმრთელობის დაზიანებას იღებს ამის გამო, ხო? ამიტომ ზუსტად ხო უნდა ვიცოდეთ ვინ გაილახა, რატო გაილახა. რა საკანონმდებლო ბაზაზეა ეს ყველაფერი იმისთვის საპატიებელი, რომელიც ადამიანებს ესე უმოწყალოდ ურტყავს, ხო? სხვათა შორის ერთი რაღაცა უნდა გაღვნიშნოთ, რომ როდესაც დაკავება ხდებოდა დამპირების გადაყვანა, პრაქტიკულად ადგილები არ იყო საპატიმროში და ჩვენ 7-8 საათი როდებოდნენ ავტომობილში დაკავებული პირები, სანამ ვიღაცას ვადა არ გაუვიდო და საქართველოს მასშტაბით იყვნენ გადაყვანი ზოგი საგარეჯოში იყო, ზოგი ეს კაი შემთხვევაში თორე ზოგი ქუთაისში ვიპოვეს და ზოგი ბათუმში. ხო, ნუ რა თქმა უნდა ეგ. მეთქე ხუმრობითაც კი მიმართე მოსამართლესო, თუ ესე გააგზავნებთ აუკლარჯეთის შემოერთება მოგიწევს მეუწყარი, იმიტომ რომ ადგილები აღარ გვაქვს საპატიმროებში. ფაქტობრივად მართლა საათობით უნდებოდა, ასე ვთქვათ, მოსახლეობა კი ეს დაკავებული პირები მანქანაში ყოფნას, რომ გათავისუფლებული იყო საკანში ადგილი და შეესახლებინათ, ასეთი ტერმინია შესახლება ქვია ამას. აი ჩვენ ძალიან ელემენტურ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, იცით, ყველას გვინდა გავყვირით, რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა და ბოდიში ჩვენ არ ვისაუბრეთ იმაზე, ანუ წამების ნაწილში. როდესაც ხედავს მოსამართლე, რომ მასთან არის მოყვანილი პიროვნება და რამდენიმე ჩემმა დაცვისკვეთში ყოფნა გააკეთა განცხადება, რომ ის დაექვემდებარა წამებისა და ღირსების შემნახულ ესე ვთქვათ, მოპყრობას. და მოსამართლე ამ დროს ადმინისტრაციული მოსამართლე, რომელიც განხილვის საგანის მართალია ეს არ არის ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსი, მაგრამ ევროკონვენცია მას რას ავალდებულებს თუ დაუყოვნებლივ რეაგირებას. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ეს შეიძლება რომც არ ეხებოდეს სიტყვაზე, ხო და დაუშვათ გამოიძიოს სხვა უწყებამეს, ვისაც ევალება რა. აქ რო გაწამეს, რატო გაწამეს? დაგაკავეს, წაგიყვანეს დაუშვათ, ხო? აი ეს წამება რაღა შუაშია დაუშვათ და ამის მიზეზ შედეგობრივი დაკავშირება თუ არ მოხდა. ან განხილვა ამ საკითხის, ხო? იმიტომ რომ ეს ადმინისტრაციული შეიძლება იყოს დაკავება, რომელიც ფარავს იმ დანაშაულს, რომელსაც ისინი აი წამებას მაგალითად, ხო? და რაც შეეხება ერთ საინტერესო, როგორც კი ადამიანს აკავებენ პატრიოტული მოსახლეობა, მაყურებლებო, ამ დროს ბატონო დავითის დამეთანხმება არსებობს წესი და რიგი ადმინისტრაციული დაკავების, რომელიც ძალიან გავს ეს სამართლის დაკავებას, ხდება მის დათვალიერება, ამოღება გარკვეული ნივთების, ამაზე ოქმის შედგენა და ამოღებულ ნივთებზე პასუხისმგებელია ოქმის შემდგენი პირი. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც არაფერი არ არის შედგენილი და ამ დროს აქვთ პრეტენზია, რომ დაკარგეს რაღაცეები რა. და ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იყოფებოდა ეს ტელეფონები, ზოგი მოქმედი პოლიციელების სახლებში იყოფებოდა და ერთ-ერთი შემთხვევა იყო, რომ $60,000 ბიტკოინების ინფორმაცია ჰქონდა ადამიანს და წაუშალეს. კი ბატონო. და პრაქტიკულად ეს იმაშია, რომ ის $60,000 ბიტკოინი სამუდამოდ კი ბატონო დაკარგა და დაკარგა და ვერც ვერავინ ვერ მოიხმარს იმის დროს. და იმიტომ რომ რაღაცა $600 გაიყიდა ეს რაღაც iPhone-ი, წაშალა ეს ინფორმაცია, შეუცვალა ბლოკი და აი ნახეთ მან საინტერესო ეს რა ხალხია მე. და $600-იანი ტელეფონის გულისთვის რაღაცა $60,000 ზიანი მიაყენა ადამიანს. საინტერესოა ეს თვითონ ეს რა ხალხია, ხო? იმიტომ რომ ვინ არის ეს ხალხი მართლა საინტერესოა. ჩვენ ვერ ვასხავთ იმას, ვინ არის GDD და ვინ არის დაუშვათ GDD-სთან მიტმასნილი, ხო? აი საინტერესო გვინდა გითხრათ ერთ-ერთი ვიდეო გავცელდა. როდესაც ეცვათ შავი ქურთუკები, აშკარად ჩანს რომ ეს GDD-ს თანამშრომლები ვინც არიან, პოლიცია აწერიათ და გადაწერიათ თეთრი ფერი და მოვერცხლისფრო. და როგორც ურტყავენ ისინი და სხვათა შორის მე მინდა ადამიანობა არ მოუწევს ამის უფლებას, რომ არ აღნიშნო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როგორ ცდილობენ ამ ადამიანის გადარჩენას და როგორ აშველებენ და როგორ გამოყავთ აი ამ GDD-ს მსხვერპლი ჩვენს პატრულებს. ანუ მე ხა
კონკრეტულად სახელებს და გვარებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ადამიანები ვინც ეს გააკეთეთ, მე წმინდა ადამიანად მადლობა ონუ კეთილსინდისიერი ადამიანები იქნებოდნენ, რა თქმა უნდა, ეს. აშკარად ჩანს აი ვიდეოში, რომ როგორ ურწყავენ ეს გედედეს თანამშრომლები, ეს დაგეშილი, რა ვიცი, ცხოველები, აი ესე ვთქვათ, მოქალაქეებს, რომლებიც უმოწყალოდ უტყავენ, ჩაგდებული ყავთ წელის ქვეშ და როგორ მოდიან იქვე ყვითელ წარწერიანი პოლიციელები და როგორ აჩერებენ, როგორ აშორებენ და როგორ გამოყავთ და არიდებენ აი ამ სხვერპლს, უშუალო წამებას და სიგრძების შევлахონ მოპყრობას, იმიტომ რომ ესეც უნდა ითქვას, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ჩემი აზრით მე ვთქვი რომ ესეც უნდა გვეთქვა ამ გადაცემაში. მე ერთსაც დავამატებ, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრულო პოლიციამ და პოლიციამ ბოლო წლებში აი თუ არ ჩავთვლით 90-იან წლებს, შემდგომ წლებში გარკვეული ავტორიტეტი მოიპოვა. იმიტომ ძალიან ბევრი ჩამოსული ადამიანი თვითონ ძალიან ხშირად მქონია მე შემთხვევა, როდესაც დამხმარებიან კიდევაც აი თითქოს არ არის რაღაცა მათი ფუნქცია, მაგრამ აი იმ ფუნქციასაც კი ასრულებენ იმისთვის, რომ მოქალაქესთან ნორმალური დამოკიდებულება გქონდეთ და ამ სახელით იყო სხვათა შორის განთქმული საპატრულო პოლიცია. ნამდვილად ხო ეს რაღაცა ესეც არის ტრეინინგების დამსახურება და დასავლური სტანდარტის შემოღება, რა თქმა უნდა. ეს იყო რომ ასწავლდნენ როგორ უნდა გქონდეს კომუნიკაცია მოქალაქესთან, რომ მოქალაქე უნდა იყოს პოლიციისადმი ნდობით გახჭურვილი, ხო? რა თქმა უნდა. და ეს ტრეინინგები, მაგალითად, ფსიქოლოგიური ტრეინინგი, იმიტომ რომ ის შეიძლება ვიღაცამ შეგაგინოს, შენ თუ პოლიციელი ხარ, ეს ჩვეულებრივ უნდა მიიღო და გაატარო, იმიტომ რომ შენ იმ წუთას შენ კი არ გაგინებს, ის სახელმწიფოს აგინებს და ეს შენ პირადი ღირსების შეურაცხმო და შენ თუ ნერვებს ვერ აკონტროლებ და ვერ თოკავ, შენი ადგილი იქ არ არის, ხო? რა თქმა უნდა. საპატრულო პოლიციას აქვს სპეციალური გავლილი კურსები, ფსიქოლოგიური კურსები, მოსახლეობასთან ურთიერთობის ტრეინინგები და ასე. აი გედედე რო არის, ხო, ეს სასტიკი ხალხი რო არიან, ხარებას ხალხი. მათ ამდაგვარი ფსიქოლოგიური ტრეინინგები, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ტრეინინგები არ აქვს აშკარად გავლილი, პირდაპირ არის ლეწვა მტრევაზე გადასულები. ანუ აშკარად ეთყობა ერთ და იგივე ვითარებაში, როგორ იქცევა საპატრულო პოლიცია და როგორ იქცევა გედედე. ერთ და იგივე პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ქმედება მე აქვე აი დღეს ფაქტიურად ეს მიტინგები დასავლეთთან ურთიერთობას უკავშირდება, ხო, საერთოდ ხდება და მე ერთ რამეს ვიტყვი, მინდა მოსახლეობამ მიწოდეს, ვინც გვიყურებს და თვალყურს გვადევნებს, რომ აი ის ყველა ის წარმატება რომელიც შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურაში. კარგად ჩაცმული პოლიცია, კაი ავტომობილებში რომ მოგწევს, კაი ხელფასებით, ზრდილობიანად რომ გვექცევიან, ზრდილობიანად გვეუგთავებიან, გთამს არ გვართმევენ, შეურაცხყოფას არ გვაკეთებენ, საიდან მოდის? ახალგაზრდა თაობა პროკურატურაში ავიღოთ, ხო? შესანიშნავი ხალხი. თვითონ სასამართლო სტრუქტურა მაგალითად, ხო? ეს ყველაფერი არის დასავლეთის დამსახურება. იმიტომ რომ ჯერტი დაფინანსება, USAID-ის დაფინანსება ქონდა ამ ყველაფერს და რაც თავარია მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ აი თვითონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა ძალიან ბევრი ხარვეზი მოსპო ჩვენ საზოგადოებაში. იმიტომ რომ მიექცა ყურადღება არასრულწლოვანს თვითონ. ისი განჯის ფორმები, თუნდაც სამოქალაქო კუთხით, თუნდაც სისხლის სამართლებრივი კუთხით. და ეს დასაფასებელი, იმიტომ ნახეთ, წარმოაჩენს ყველა პრობლემას, რაც არსებობს საზოგადოებაში და ამ პრობლემების მკურნალობის საშუალებაც არის, ხო, ერთხელ, ხო? იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა 9 წლის და 10 წლის ბავშვს რო გაათხოვებ მაგალითად და ეს რო უკვე ადრე ესე არ ჩნდება. ამაზე რეაგირება არ იყო, ხო? არ იყო, წარმოიდგინე 13 წლის ბავშვები შეულებრივად შობიარობდნენ სამშობლოში. კი ბატონო. და რატო უკარგავთ ჩვენ საზღვარგარეთს დასავლეთს იმ ვატლს და იმ პატივისცემას რომ ეს ყველაფერი ჩვენ მოგწეს და სულსაც გვასწავლიდან ვერ გავიგე რომ ის რომ 13-14 წლის ბავშვთან სექსი არ შეიძლება ეს ცუდია და ის რომ 13-14 წლის ბავშვის გათხოვება არ შეიძლება ეს ცუდი ამას უგვეუბნებიან და ამას უგვინერგავენ ეს არის ცუდი სხვათა შორის ამ სამართლით არა აღმოჩნდა ზუსტად ის რითად ჩვენ თავი მოგწონდა სადღეგრძელოებში მაგალითად რომ ქალი რო გაალის ცუდად შეხედო არ შეიძლება რაღაცებს ხო ლაპარაკობთ ხოლმე ეს ყველაფერი გადმოვიდა ეს ყველაფერი სამართალში გადმოვიდა მიუხედავად იმისა რომ ლაპარაკობდით ბევრ რაღაცას არ ვასრულებთ რა თქმა უნდა და რეალურად ეს სამართლის ნაწილი ხდება და ოფიციალური ზედამხედველობის საკითხი ხდება, ხო? ამაზე ხო ვიღაცას მადლობა უნდა უთხრათ ესე. რამდენი დაჩაგრული ადამიანი გადარჩა რაღაცას, ხო? ბატონ დავით, თქვენის ნებართვით მეორე ნაწილზე რომ გადავიდეთ ჩვენი გადაცემის უშუალოდ სისხლის სამართლებრივ დევნებთან დაკავშირებით.
უშუალოდ ფედი ნებათა ხელვა იყო ამ ბოლო დროს. მოკლედ ქალაქის საქალაქო სამართლოში გამართულ ასე თქვათ სხდომებთან დაკავშირებით, სადაც გაუგრძელეს პატიმრობა აი ამ პატიმრებს, თუმცა სინდის პატიმრებს ეძახიან, ხომ? კი ბატონო. რა, თქვენ როგორც მოქმედ სპეციალისტი სისხლის სამართლის საკმაოდ კაი გამოსვლების მქონე ადვოკატს, რამდენად სწორი და რამდენად სამართლიანი, რამდენად ასე თქვათ, აუცილებელი იყო ამ ადამიანების დაკავება მე არ ვლაპარაკობ ჯერ წინასწარ ჩაიდინეს თუ არ დანაშაული. წინასწარ პატიმრობაში დაკავების სტანდარტი რამდენად დაკმაყოფილებული დაცული იყო თქვენი აზრით? ნახეთ ეს რამდენიმე გარემოების შედეგი შეიძლება იყოს რა. აი გახსოვთ თქვენ ალტიფოს წარმომადგენლები რო დააკავეს და იგივე პრეტენზია აქვს სხვათა შორის დღემდე ალტიფოს, აი რაც მაშინ ჟურნალისტების ცემის დროს მოხდა მაშინ დაკავებულებისთვის, ხო? იგივე პრეტენზია აქვს ალტიფოს, რაც აქვს დღეს ოპოზიციის, ანუ დღევანდელი მიტინგების მონაწილეების დაკავებაზე ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, ნახეთ რა ხდება. ანუ არადემოკრატიული სისტემა ბატონებო და ქალბატონებო არ ინდობს არავის. გინდა იყავი თქვა ულტრამემარცხენე თუ ულტრამემარჯვენე რადიკალი როგორც არის ალტიფო რაღაცა, ან იყავი დაუშვათ პროდასავლური თქვა ზომიერად კონსერვატორი ან ზომიერად ლიბერალური განწყობილების მქონე ადამიანი, თუნდაც მემარცხენე ზომიერი განწყობილების მქონე ადამიანი, ის არ გარჩევს. ტოტალიტარული სისტემა ყველას ერთნაირად არასამართლიანად ექცევა. და ნახეთ რა შეა საქმე. მე შეიძლება რაღაცაში არასწორად მოვიქეცი, მაგრამ მე ხო არა ვარ ჩამოყალიბებული კრიმინალი მაგალითად, რომელიც აი ამა მივდივარ, იმიტომ რომ ვიღაცას ქვაჩავარტყა თავში ან რაღაცა, ხო? ჩამოყალიბებული თაღლითია, ჩამოყალიბებული ბანდიტია, ყაჩაღი, რომლის ცხოვრების წესია. კი ბატონო, მე აი დაკავების დროს მე არ ვიცი იქ როგორ ხდება ხოლმე ან რა არის, მაგრამ აი ესე იგი, როდესაც ნარკოტიკებზე ჩნდება მაგალითად ეჭვი, რა იყო, როგორ გამოიძიეს, საიდან მოხდა მიტინგზე მოსულკას და ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათელი, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში იმას, ვინც არის პროტესტის მონაწილე, საერთო სახელს არ ვქვით, რომ დამნაშავეა. ხო, ისარგებლეს იმით, რომ ექიმი იყო და ამას წამალი ექნება სახში მოტეხილი და ჩაუდეს უცბად ეს საჩუქარი ჩვენ. ძალიან ბევრნაირი განვითარება წლამდე ელოდება იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკური პროტესტის გამო მივიდა მიტინგზე. ხო. არ ვიცი, შეიძლება მართლა არის, შეიძლება მართლა არის, მაგრამ ჯერთი ეს ყველაფერი უნდა იყოს ნათელი, ხო? აი ახლა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით დაევალათ, რომ როდესაც მოსალოდნელია უკვე, ან იცი რომ შესაძლებელია ვიღაცას ნარკოტიკი, ეს უნდა ჩაიწერო. ანუ იმედენად ნათელი მივედი და მეორე მოწმე მოვიყვანი და ამას წამალი ედო ჯიბეში მაგალითად ეს აღარ ყოფნის მტკიცებას. თუ გააქვს სამხრე კამერა უნდა წაიღო, თუ იცი რომ ეს ადამიანი მით უმეტეს ახლა იქ ყველა აღჭურვილია ყველაფერი ამ ჩასაწერი აკავებ ოპოზიციის მომხრეს მაგალითად და უცბად წამალიშდება ეს ყველაფერი ხო ჩაწერილი უნდა იყოს. მე ისწავლეს დნმ-ის აღება იმით აქვია. უამრავი რაღაცა არსებობს, იცით, მე ყველაზე გაუგებარი ჩემთვის ერთი რაღაცა. სახელმწიფო რატო იქცევა ესე, იმიტომ არსებობს ყველაფერი აბსოლუტურად საიმისოდ, რომ ეს იყოს ცხადი ადამიანებისთვის. ეს აქ ჩემი აზრით გეტყვით რომ ეს არის რეპრესიისთვის გათვალისწინებული. კი ბატონო, ამიტომ ხო გეუბნებით უარქმევ რომ შენ თუ გამოხვალ მიტინგზე და ბევრს იმაზე და თუ თქვა შეგამჩნიეთ რომ ცოტა ვაშკაცური მონუმენტები გაკ რაღაცა იქით აქეთ იარაღს შეგიდებთ, თუ შეგამჩნიეთ რომ ცოტა სუსტი ტიპი ხარ და რაღაცა გაგიფორმებთ იქ ეს სახელმწიფოებს, გარდამავალ სახელმწიფოებს ახასიათებთ. და ვეღარ გარდავედით რა. იყო ეს ნაციონალების დროსაც დაუშვათ რომ აი ეს დაუშვათ ესენი დამნაშავეები, დამნაშავის სახელის, მაგრამ რაღაცა მიკერება, მაგრამ რაღაცა პერიოდში ხო უნდა გაქრეს, ჩვენ გვინდა წინსვლა, ხო ამ კუთხით. ჩვენ გვინდა, მაგრამ რა ვიცი. და ამ დროს უცბად უკან ვბრუნდებით. ამ დროს ერთსაც ვიტყვი, აი საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის რა არის კონფლიქტის საფუძველი. გაურკვეველი კი არ არის. პროგრესი. ხო, საზოგადოებას უნდა პროგრესი, სახელმწიფო არ უნდა პროგრესი. და სახელმწიფო ვერ მიხსნის. აი ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი. დასავლეთთან გავწყვიტეთ ურთიერთობა. ხა ესენი ამბობენ რომ არ გაგვიწყვეტია, მაგრამ რეალურად ყველა ნიშანი, ყველა გადაწყვეტილება, სანქციის სურვილი, ქვეყნების დამოკიდებულება ფაქტობრივად ცხადს ხდის, რომ დასავლეთში აღარ მიგვესვლება. და მე მოკალაკე, რომელიც დაუშვათ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხო, ეროვნული მოძრაობა ჩვენ ველტოდით განვითარებულ სამყაროს, თორე ჩვენ დავჩებოდით ისე რუსეთში, ვიქნებოდით ტუვასავით დაუშვათ და რუსეთი ძალიან დეპრესიული რეგიონია. და ამას ვერ მიხსნი მარტივად რომ გამოვიდა ყაველაშვილი და ბოდიში და აგინა და იმას რა ქვია დასავლეთს ეს მაჭარაშვილი გამოდის თუ ვიც იქნება, ხო?
მე ეს ტონი თვითონ ოცნებამაც აითვისა, თუმცა ესენი თვისობრივად ერთი ხალხია რა. ეს რო გააკეთე, მე სადმტოვებ, ჩემი ადგილი სად არის, მოქალაქის. არ არის საინტერესო. აი ამ კითხვას ვდგესვით, მე არა ვარ არც პარტიული მუშაკი, არც არავის ხარდაჭერი, გამოვედი მოქალაქე ვკითხულობ, რომ მე ვიცოდი რომ მივდიოდი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე დასავლეთში, თქვენ ადეკით ამათ აგინეთ, გადაუსვით სულ ყველას ხაზი. აი წარმოდიეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო რა ფუნქცია გუშინეთი აზერბაიჯანში ჩავიდა და დამთავრდა. სხვაგან მიდიან არ იღებენ. არ შეიძლება აუგზავნო კიდევაც ხო? აკრძალულია. მინისტრი როგორც ვიცი, ვერსად ვეღარ მიდის. მინისტრი როგორც ვიცი, ის დასავლეთში ხო და რატოა გასაკვირი? წარმოიდგინეთ, ეს არის ერთი აბსოლუტურად უგუნური კაცის გაკეთებული, რომ აი ესე არადიპლომატიურად როგორ შეიძლება მოიქცე, რომ ყველა გაუგებრობაში დატოვო, ხო? ნამდვილად. მით უმეტეს ეს ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ძალიან ბევრ სამართლებრივ შეღავაც იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში ქვეყანას რა შეუძლია გააკეთოს, როგორ შეიძლება გააკეთოს, რა გადაავადოს, როგორ მოიქცეს. ამებს არაფერს გამოდიხარ უცბად ისე გეგონება სოფლის ორღობებში ხარ და აგინებ ისეთ ქვეყნებს თანაც, რომლებსაც ანგარიშს უწევს ჩინეთი, რუსეთი, ირანი წარმოიდგინეთ დაფრინავენ ძველი თვითფრინავებით იმის გამო, რომ სანქციებია და ვეღარ აახლებენ თავიანთ საავიაციო პარკს, ხო? და შენ 3 მილიონი ქვეყნია, 3 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც 1 მეტროს სადგურია ფაქტიურად შეიძლება აი რომელიმე დიდი ქალაქის, ხო? რაოდენობრივად ვამბობ მე. აზრობრივად კი არა. ეს უცბად გამოდიხარ და ხელაღებით უწყებ გინებას ამ ქვეყნებს და რჩები სად? დაიძახე ტრამპი მოვა და გვეშველება და ეხა კიდე წაც ყველა ან გეშველება, ან არ გეშველება, ხო? კარგი, ჩვენ თემას დავუბრუნდეთ. ეს ორი საინტერესო кейსი განვიხილოთ. ერთი უშუალოდ ის, რომ ქალბატონმა, რომელმაც პოლიციის უფროს ესე თქვათ, სილა არ ქვია ამას, უბრალოდ ესე გაუთათუნა ხელი ქვია ამას, სილის გაწნა ამას არ ქვია. და როგორ ვიკობთ ახლა ეს რამდენად არის ის მუხლი რომ პოლიციაზე თავდასხმად შეირაცხოს. ეს არ შეიძლება, ეს საბოლოოდ აი თუნდაც პოლიციის წინააღმდეგოდ ადმინისტრაციულ სამართალდაღებად რო ჩაითვალოს, კი ბატონო, ჩაითვალოს მაქსიმუმ, მაგრამ აი მერე უკვე რა მოხდა იქ, იმიტომ რომ ზოგი ამბობს რომ სახეში აფურთხესო ამ ქალს რომ შეიყვანეს. მანამდე ზაგდე დააგინეს. ანუ რატო ურტყავს ეს ხალი? ასე უნება ეს პოლიციელი მანამდე რომ ეს ხალი გიჟი ხო არ არის? მაშინ ჩამოვა დაუწყდოთ საიმაშე საპრობილეში, თუ ეს ხალი ესე გიჟია და უმიზესოდ ხალხს ესხმის თავს ეს ჟურნალისტი. კი ბატონო. მაშინ რა უნდა მას ციხეში წავიყვანოთ და თუ ეს უმიზესოდ ხალხს ესხმის მისი ადგილი საკუთარ დაწესებულებაშია. ჩაუტარო რასთან დაკავშირებით თუ ადგილი ქონდა რომ გააწნა სილა, რატომ გააწნა სილა? პოლიციელმა რა უთხრა და რამდენად ეთიკური იყო პოლიციის ქმედება იმ ქალბატონებში, ვინმე გამოიძია ეს? ან თან თუ ჩვენ მოუწოდებთ ადამიანს, რომ დაუშვათ პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუტოვდა, უთყვათ დაემორჩილოს, მაშინ როცა ვამბობთ რომ ვიღაცას პარლამენტას დედააგინეს და იმან ცხვირი მოამტრია მეორეს მაგალითად და აბა რა იქნებოდა ქართველები ვართ რომ აი ოცნების წარმომადგენლების გამოსვლები ვნახეთ, ხო? აბა რა იქნებოდა? შეურაცხყოფა არ დარჩება და ხო, მაშინ ბოლომდე იყოს ველური დასავლეთი და ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს რევოლვერს, ვინც პირველი ამოიღებს, იყოს მაღაზე ბატონო, დაუშვათ იარაღი და გავერკვეთ ეს ერთმანეთში 20,000 კაცი დაიღუპება ალბათ ასე და მე ჭკვიან ვისწავლეთ. რა ფორმაა საერთოდ ეს მე ვერ გავიგე, იცით, აი გადადიან უცბად რაღაცა სუბკულტურებში, ვიხუმრებს სხვა შორის რომ კანონი მივიღოთ მეთქი, აი ძველბიჭობის საზღვრები დავადგინოთ მეთქი, როგორ შეიძლება რომ ძალიან ის არის უფერული დღეს. აი ხო გეუბნებით უკვე ისეთი რაღაცეები ხდება, თვითონ თავრობის წარმომადგენლები გამოდიან, აბა რა იქნებოდა თუ პასუხი არ გაეცი დედის გინდა. იგივე სამხარაძისა და იმის კონფლიქტი რო არის. ნუ ნებისმიერი გას. ეს გარკვეული ჯგუფი დადის რესტორანში. ანუ ვამბობთ რომ თმენის ვალდებულება. ჯერ გალახეს ბატონი ქორიძე, სადღაც დაესხნენ თავს, მე ბატონი გახარია გალახეს და აქეთ დააბრალეს რომ თარასაურია მუხს, როგორ მუხს ტერორიზმის მუხს ხო არ ვიცი რა გახარი არის ტერორისტი, ესე იგი რომ დაესხა სახელმწიფო თანამდებობის პირს რომ შეასხა ყავა, ხო რატო შეასხა ის ყავა ჯერ რა უთხრა იმან? ის დაჭრილია ის კადრები, ხო იმიტომ იქ არ ჩანს ვინ დაარტყა გახარიას. გახარიას სავარაუდოდ ერთმა არ სავარაუდოდ ეს ხო თლიანობაშია გადაღებული. ჩვენ ვნახეთ როგორ შეასხა გახარია რატომ და მე ამოჭრილია და მე რატო შეასხა ამას ვერ ხედავთ?
და ეს გახარიაც იგივე თუ გიჟი და გადარეულია პრემიერად დადანიშნეთ აუზოს და თან ერთ-ერთი ყველაზე ნაკები პრემიერი ხო შემოდის და ხედავს იმას აქვია სამხარეს და ასხავს თავში ამ ყავას და შემდეგ გახარია გდია და მას აგინებენ და უკვე გახარი არის დამდალეცილი. ვინ უწყავს ეგ არ არის და ნაჭრელი ამოჭრილია. საერთოდ ყველა მურტყა. ხო, აი ამიტომ ხო ჩდება ერთმა დაარტყა სამხარაძემ და ხუთივემ სცემა. არის ნაჩვენები და კითხვები არსებობს, რატო არ აჩვენებთ? ხო და თუ მაჩვენებთ, მე შენ იმ კადრს რომ გახარია იმას სახეში ასხავს ყავას და ეს აი ცუდი სიტყვა აბაროტია იმისთვის რომ იქ ადგე და გალახო ეს ადამიანია რა. ერთი უბედურობაა, იცით რა შეასაკვე მე სხვა პოსტი და კანონიერია, მაშინ ერთი პრობლემა რომ ჩვენ ასეთი დეპუტატები გვყავს, ერთი არა სამწუხაროდ და პრეზიდენტიც ამ კატეგორიით ყავს. ეს ერთია, მაგრამ მეორე უბედურება რა არის, ეს როდესაც აი მას უყურებ და ასეულობით ადამიანი ამაზე სიცილის ნიშანს ვავს და აჰაჰავებს ესე თქვა რა. კი ბატონო. ის რომ ვიღაცა ამას ჩადის ერთია და მეორე საზოგადოებაში რო არის რომ მზადყოფნა რომ თუ ჩვენიანი ვიღაცას ურტყავს და ესე წიხვეშ გაიგდებს და ღირსება შეულახავს და რვა კაცი შედგებიან ერთ ადამიანს და დაამტვრევენ დალეწავენ ეს სასაცილოა. იცით რა აქ ძირითადად ეს ამ ხალხის კულტურაზე ხომ მეტყოლებს და აი ნახეთ რა შეასრულა ასეთ საზოგადოებრივი კულტურაც ხო რაღაცას მეტყოლებს საზოგადოებრივი სამართლებრივი განვითარების ზონე კულტურული განვითარების ზონე პოლიტიკური განვითარების ზონე რომ ეს ეცინება ანუ ის რომ ჩვენთვის ყველასათვის ერთი და იგივე დასაგამობი იყოს სალსახაც რა თუნდა ამას ჩემიანი და შენიანი თუ ჩემიანი ჩადის მსგავსობას ეს რომ უნდა დაიგმოს და ეს სასაცილო და სასახარალი არ არის. ეს ერში ზის რა კვირდით, აი გახსოვთ კვირიკაშვილს მიაყენა რომელიღაცამ შეურაცხყოფა და ეს მიაყენა იმან. ხო, რო შეაგინა. და მე კვირიკაშვილმა შეაგინა. კი, შეაგინა და შემე ხო აქ არ გონია რომ მე აქ ვზივარ სულ ამ კაბინეტში და უცბად ქუჩურზე გადადის ყველა რა. ხო. გამიგე ეს რაშია ეს მე უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაც მელია და კვირიკაშვილის დაფიქსირება. ხო, ქცევის ქცევას მინახავს ამ ხალხის მე ვფიქრობ რაშია იცით საქმე აი ამ სუბკულტურისკენ ქუჩურისკენ რაღაც ორგანულად ზის ამ ხალხში საერთოდ რა ჩვენ საზოგადოებაში და რატომ ჩვენ არ გქონია სახელმწიფო დიდი ხნის განმავლობაში და სამართლებრივი ქცევა ჩვენთვის 30 წელი სიტყვაზე და 30 წლიდანაც 15 წელი თუ არის სადაც მოწოდებაა რომ სამართლებრივად ვიცხოვროთ ხო არ არის ხალხში გამიშდარი და საკმარისია ცემატყეპას და ხელის ქნევას უყურო დაჭრასაც სხვათა შორის ძალიან ჩვეულებრივად უკვე იწევს თანაგზნობას ჩემ ხაზე დავიბადე გავიზარდე ლოტკიზე ვსწავლობდი 10 წელი ამ სუბკულტურასთან მქონდა შეხება და რაღაცა გამეგება ხო ამას სიამაყით დაიმტკიარო მაგრამ ელემენტარულად ჯესეთი იყო ასეთი მცნება იმ სუბკულტურაში ნაპუბლიკე რო ეძახიან კი ბატონო ეგეთი რაღაცა არ შეიძლება ჯესეთი ეს რაღაცა საკეთებ კამერების წინ სუბთად უკვე ჩაჭრილი ხარ მე კიდე ამდენი ადამიანი ერთ სურწყავთ და წაქცეულს უტყავ და წაქცეულს და ქალები თანდასწრებით ბილცით ყავ და არჩევ იქ ქალბატონები წყვე ესეც არაფერში არ ხდება და მე კიდე შეკაიკაცო თუ ეს ცხოვრება გაინტერესებს და ეს ცხოვრება გინდა რა პარლამენტარობა და რა გაფორმებული იარაღი და რა ეს აი ამიტომ ვამბობ სადი იცხოვრე მაშინ იმ ცხოვრებით ბოლომდე რა თუ ცხოვრებელი ხარ წადი და იცხოვრე იმ ცხოვრებით როგორც ცხოვრობდა ის ხალხი თავის დროზე ხო ვისაც უნდა ეგეთი ცხოვრება რა გინდა შენ მაშინ პარლამენტში რა გინდა ქვეყნის მართვაში და რა გინდა სადავეში და რა გინდა სამართალდამცავ ორგანოებში და იმაში ბიზნესში ხო წადი და იცხოვრე ისე როგორც ბრადიაგულად ხო როგორც ითქვა ხო ეგეც ცხოვრების წესია ხო და ხავი კანონთან კომპლექსში ხო ერთის ხრი თან იარაღი დადიხარ კანონთან ჩახუტებული ხარ კანონებს აქეთ მიწე და თან მე სუბკულტურები რა შეზის ეს არაფერში ეს არის აი ნარევი საბჭოთა ნარევი მე მახსოვს 70-იან წლებში თქვენ ჩემზე პატარა ხარ და შეიძლება კარგად არ გახსოვთ აი რაიკომის დივანი ქურდები ეს პოლიციის უფროსები ესე ერთად იყვნენ რაღაცნაირად შეკავშირებული და რაღაცა კავშირი ქონდა ხო ნუ დაახლოებით და შავი ფული ტრიალებდა და კი შავი ფული ტრიალებდა ყველაფერი მოსყიდვადი იყო და განვითარები აი წავედი ჩვეულებრივი ადამიანი კი ვერ იქნებოდა მილიონერი მაგალითად ან რაღაცა ხო აი კარგი მეცნიერი შეიძლება 1000 მაინც ხელფასი ქონოდა აი ვინც იპარავდა ის იყო ამყვანი ძალა და მაგარი კაცი რა ანუ ვისაც კულტი ერქვა ფაქტობრივად აი არაკანონიერი მეწარმეები მაგალითად ცეხავიგები ხო ხო ცეხავიგები აი ცეხავიგები შეიძლება დღეს უყურებ არ იყო ძოდი ხალხი მაინც ამის
არა ნუ ეს ჯერთი განაპირობებდა თვითონ ქვეყანა განაპირობებდა ამას, მაგრამ ამას რახან განაპირობა აი შაშიაშვილმა თქვა ერთხელ გახსოვთ ქურდები დავიბარეო და უთხარიო რომ აქ ესეთი რაღაც არ გააკეთე იმან მითხრაო შენ ის იმას რომ აქ შავი ბუღალტერიაო მაშინ ის მოსპეო და მეც დავანებებ მაგას თავს იმიტომ ვიცი რომ სახელმწიფოსთან არის პირნათელია ხო აი ესეთი მიდგომები იცით რა უნდა აღმოიფროს თუ ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფო ავაშენოთ მე არანაირად არ უნდა მრჩებოდეს იმის შტაბ-ბიჭდილება რომ დაუშვათ სიტყვაზე აი მოიყვანე ვიღაცა წესიერი კაცი დაასვი და ჩემსა და პოლიციას შორის გაარკვია საქმე და მე კმაყოფილი გამოვედი იქი და მივხვდი ჩემი დანაშაული რა იყო პოლიციის ხო აი ამ ადამიანს სასამართლო რომ ვერ აჯობებს აი ამ განწყობას დაუშვათ არა მაგ შემთხვევაში უკვე ზედმეტია რაღაც სამართლების სასამართლო როგორ იქცეოდა აი კიცებულებების გამოკვლევის არავინ არაფერს არ იქ არის აი კიდე გეონე ტროიკის შტაბ-ბიჭდილება და ამიტომ მე მაპატიოს ყველა მოსამართლეზე არ ვამბობ ძალიან ბევრი კარგი მოსამართლე შემოხვედია და ძალიან ბევრი კარგი ხო მე ამით მე სასამართლოს შეურაცხყოფას ვერც მივაყენებ და არც მივაყენებ იმიტომ კიდე გეონე მრავალი პროცესში როგორ წარმოჩინდა ის ამ პროცესში აი გეუბნებით ეს იყო ჩვეულებრივი ტროიკა არც კი ერთი კაცი იყო იქ ტროიკა სამი კაცი მაინც იყო ხო თუმცა ახლა საერთოდ სხვადასხვა იმაში ვადრით ახლა იქ ხორეტდნენ და აქ დავუშვეთ მაგრამ თვითონ იმას პროცესს ვამბობ რა ადამიანები არიან შემოდიან ერთი და იგივე სიძახის ყველა 500-ის მე მგონი ერთი და იგივე თითო ერთი მილიციონერი ერთი პოლიციელი ესე რა ქვია მოწმე და რაღაცა კადრები რაც და ეს საკმარისია იმისთვის ადამიანი წახვიდა და დაიჭერა და სხვა ჩვენს ბევრმა აღმოაჩინა მე გადაღებული კადრები რომ თვითონ არაფერს არ აშავებს დგას ამ დროს იჭერა ეს გასაჩივრებულია ეხლა მაგრამ აი იქნება მანდ მქონდა მე წარდგენილი და შემთხვევით ახლა რატომ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო მქონდა ერთ-ერთი შემთხვევა როდესაც აბსოლუტურად აღვაწერინა და სხვადასხვა მოსამართლე ცაცუასთან მქონდა ეს საქმე და ის პროცესი მოვიგეს ხოთშორის აღვაწერინა დაკავების ადგილი და აღმიწერეს სულ სხვა ადგილი კი ბატონო რამდენიც და ვითარება და აუგუსტ წარუდგინე ვიდეო კამერა სადაც დაკავება და ესე თქვათ აყვანა მოხდა სულ სხვა ვითარება სხვა ადგილას და ამ შემთხვევაში მოსამართლემ გაიზიარა და ხულიგნობის ნაწილი მოგვიხსნა ხოთშორის უნდა ითქვას ესეც თუმცა უნდა ითქვას რომ სასამართლო ერთ რაღაცა უნდა გამოყვეთ სასამართლოს პოზიცია ძალიან შეიცვალა ივანიშვილის საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ. მაგრამ სასამართლო იყო ძალიან მკაცრი და ყველას გამოქონდათ ესე ვთქვათ დაკავებები, ნენელა დაიწყეს რაღაც მოხდების შემსუბუქება და ჯარიმების შემსუბუქებაც. ხო, მაგას კიდე ერთი რაღაცა აქვს, იცით, თვითონ ეს აი სროლა იმის, რა ქვია, მაშხალების და იმის პოლიციის მიმართ ეგენით შეწყდა. და უბრალოდ მე აღარ ჩათვალეს, იმიტომ ძალიან ბევრი დაგროვდა დაკავებული წარმოდგა, მე იძულებული გახდე რომ ცოტა შეემსუბუქე, ხალხი ვეღარ ეტეოდა. მართლა ვეღარ ეტეოდა, იმიტომ რომ მართლა ყვარყვარის ციხეში გიწევდა. ნუ არ იყო ფიზიკურად 700 კაცს რო იყო დაკავებულს არ არის ჩვენი მაგრამ დააკვირდით სამაგერად ხო ხანდახან ჯობია ადამიანი 15 დღე იჯდეს დაუშვათ ციხეში ვიდრე და ადგე და 5000 ლარი ჯარიმა დააკისრო ხო საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი 15 დღეში 5000 ლარი რაზეა ლაპარაკი ვერ გადაიხდის რანაირად გადაიხდის მე უნდა წახვიდე იმას ქონება აღუწერო ხო ეგ ჩვენ დავინბინო და ვაკიცოთ მე ადვოკატები რომ ეს მისი არ არის ბიძამისის არის მამამისის არის რაღაცა ეს ყველა და ადამიანს აუბედურებ ფაქტიურად იმ ხელა შეუსაბამო შენ არ ითვალისწინებ იმას რა ხო ეს საინტერესო თემა არის და მე ერთი გადაცემა მოდი ერთი გავაკეთოთ ჩვენ ძალიან კარგი საქართველოში არსებულ სამართალდარღვევების ჯარიმებზე კაიდია გაჩნდა ახლა რამდენად ადეკვატური სახდელები გვაქვს ადმინისტრაციული ჯარიმების თვალსაზრისით აი ნახე ძალიან ერთ ამაზე სალკე გადაცემა გავაკეთოთ საინტერესო მომენტს გეტყვით რა ერთს რა თვითონ სახელმწიფოს აი ბაბატიეთ ამ სიტყვაზე უგვანქცევაზე რა ესე იგი, წლების განმავლობაში ამ პეტარდების გამოყენება იმ ხელა მუხტს აფეთქებდნენ ხოლმე, რომ ჩვენი სახლის არამედ ვაკეში ფანჯერები ზანზარებდა. და ბავშვებს, ერთი მეზობლის ბავშვი მყავდა, მაგას რო ისვრიანო, სულ მგონია რომ ბომბავენო მითხრა. მე აღარ ვლაპარაკობ ეხლა იმ დაუშვოთ, ხო?
ვიღაცა ავათარი, ვიღაცა ბოდიში და სიკვდილის პირას არიან, ვიღაცას ან ღამის 5 საათზე და 4 საათზე ისური. და ეს დასაშვები იყო რა, ამას რესტორანი. ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის შვილიც რა მოსდიოდა, იცით, როგორც კი ამას აფეთქებას იტყვი, კრუნჩხვა ემართებოდა. და იდგა ჩვენი კოლეგა, მე გეტყვით, ნუ ეხლა არ მინდა ესო და შპრიცით ხელში იდგა და როგორც კი იწყებოდა აი ვერის რესტორნიდან სროლა ამ პეტარდების იმ წუთში ნემს უკეთებდა, იმიტომ რომ კრუნჩხვა არ დამართუნდა, წარმოიდგინეთ. და იდგა იქ მეზობელმა თუ რაღაცა გაიზო, ეხვეწებოდა თქვენი ჭირი მე ბავშვი მომიკვდება, არ გააკეთოთ რა, ეს ძალიან აქთო, ნუ არ როდემდე. და ამას არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ცხოველი ხარ, ანუ ვიღაცას ეზეიმება, იმისთვის უფლება არსებობს იმის, რომ ნებისმიერ დროს გაგაღვიძოს, ნებისმიერ დროს. და აი, მაშინ როცა უკვე პოლიციას მოხვდა ეს 1-2 ადგილას. მაშხალები. მე უიმე თურმე ეს რა ყოფილა, კაცო, როგორ შეიძლება ამის და. მანამდე ხო უნდა მიხვდე, რომ შენი მოქალაქე ანალოგიურია იმ ხმაურიანი მანქანების, მოტოციკლების. წარმოიდგინე ერთი ბუტერბროდი მიაქვს ვიღაცას ვაკიდან ვერაზე და თერმა ბარნოვის ქუჩამ უნდა გაიღვიძოს, იმიტომ რომ ის ხმაურით მიდია. ბუტერბროდი ადგილზე მივიდა. ხო, წარმოიდგინე რა ეს ქვეყანა. ხო. დიდი მადლობა ბატონო დავით, მასწავლე ჩვენი სტუმრობისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით, იმედია კიდევ გვესტუმრებით. სიამოვნებით. ჩემი მხრივ შეგახსენებთ თქვენ უყურებთ TV პლუსის ეთერში გადაცემას ადვოკატის საათი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, თუ გექნებათ თქვენ რაიმე შეკითხვები, თუ გექნებათ საინტერესო თემები, თუ გექნებათ განსახილველად საინტერესო საკითხები, მოგწერეთ, ჩვენ მზად ყოფნაში ვართ, მოვიწვიოთ შესაბამისი კვალიფიკაციის კოლეგები და თქვენთვის საინტერესო საკითხები მიმოვიხილოთ და გავშალოთ. ასევე მე მიმართავ ჩემს კოლეგებს, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, თქვენ სამსახურში გიგულეთ, თუ კიდევ გექნებათ საინტერესო თემები, რომლის გასაჯეროებასაც თქვენ დააპირებთ, ასევე გიგულეთ თქვენ სამსახურში, მზად ვართ მოგიწვიოთ, დაგითმოთ ეთერი, თქვენთან ერთად გავხსნათ სხვადასხვა საინტერესო თემები, სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე და გავასაჯაროოთ სხვადასხვა საინტერესო საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხები. დიდი ერთი თუ შეიძლება რა თქვენი ჭირით ეს დავამატებ მე, რო არ ჩათვალო რომ ჩვენ აქ მარტო მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკისთვის ავართ მოსულები. მე მინდა აი თუ სახელმწიფოს მხრიდან ან დაინტერესებული პირი ვიღაც უყურებს ამ ჩვენ ერთი რამ უთხრა. ეს ხალხი არ არის ხროვა. ანუ მოსახლეობა. ხალხი აზროვნებს ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია ჩვენს ხალხში და ყველას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრება აქვს. რაზეც და კითხვა, რაზეც უნდა პასუხი მიიღოს. ამიტომ გაითვალისწინეთ, როდესაც ისეთ გაითვალისწინოს უნდა სახელმწიფო, როცა ისეთი ადამიანი მოკავს, რომელსაც ახსნა არ შეუძლია რაღაცის. აი მარტი კითხვაზე სად მივდივართ, ხო? აი ტრამპი მოგვეშლება რომ ხო, ტრამპი დაგვეშო 20-მდე მოიცადეთ, მერე ცოტა ვახეს რა ყოფილა, დავიწყე. გვინდა კვალიფიციური დამოკიდებულება, როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ადამიანური დამოკიდებულება და ნუ გონიათ რომ მაინც და მაინც თქვენ რასაც იტყვით ის გაუაზრებლად უნდა გაატაროს ხალხმა. აგვიხსენით ბატონო, გითხარით და იმის მიხედვით მოვიქცეთ თუ გასაგებია თუ არა და კითხვა ისევ დაისმება და ეს კითხვები ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხმარდება. რა თქმა უნდა. ხო? ძალიან მარტივი რაღაცაა და ამ სიტყვა პასუხის და ნორმალურ და არ გვინდა ეს ყაველაშვილი ეს ვიღა მაჭარაშვილი ვიღაც ისეთი ხალხი რომელიც ამ ქუჩის მანერებით იმართება და მათთვის ის ხორცეულია ეს ყველაფერი. მეცნიერი გამოვიდეს და გვითხრას. მოვიძულეთ დასავლეთი. ეხლა რა შვებით? თუ რაღაც ძალიან კარგს თავადოთ ორი ხელით წამოყვებით ხელს აუწევ და ჩავდგები მომღიმარ მოსახლეთა რიგში. კაი ბატონო. აბა დავიშლევოთ ჩვენს მოყურებელს, გავძანდებთ.